სიმართლე გითხრათ, როდესაც კონტენტის შექმნას ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მაყურებელი და ამდენი მსმენელი მეყოლებოდით. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ ჩემო გამომწერებო, ჩემო მსმენელებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვარ მაია, ინგლისური ენის ონლაინ მასწავლებელი. თითოეულ პლატფორმაზე, სადაც კი განმათავსებ ჩემს ვიდეოებს, არის ძალიან ბევრი კომენტარები და წერილები, ძალიან ბევრი ინტერესია გამოჩენილი ჩემს მიმართ. ასევე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამისთვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩემო გამომწერებო, ჩემო ერთგულო მხარდამჭერებო და ერთადერთი რასაც მე გპირდებით და ვიცი რომ მოეჭველი შევასრულებ, ეს არის ის, რომ სამომავლოდ იგეგმება და ვგეგმავ ძალიან საინტერესო თემების განხილვას უკვე თეთრი დაფის წინ და გპირდებით რომ თქვენ სრულად უსასყიდლოდ მიიღებთ ძალიან მაგარ და საინტერესო ნოყიერ ინფორმაციას ენის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის და ერთი რამე კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენი ცხოვრების პრეზიდენტები ხართ თქვენ, როგორც ბრაიან ტრეისი ამბობს და ამიტომ შეეცადეთ რომ თქვენი ცხოვრება წარმართოთ ისე, როგორც თქვენ გაგეხარდებათ. დაიწყეთ იმ წუთიდან, როგორც კი დაიწყეთ ფიქრს იმაზე, რომ შენ უნდა შეცვალო შენი ცხოვრების სტილი. ყველაფერი გამოვა. ერთხელ არ გამოვა, ორჯერ არ გამოვა, მაგრამ მესამეჯერ გამოვა. ამაში ვწმუნდები მათ შემდეგ, რაც დავიწყე ჩემი კონტენტის შექმნა. დღეს მე მაღალმთიან აჭარაში ვცხოვრობ და დღეს ვიმყოფებოდი ხულოში, აპირადი საქმეების გამო და იქ ერთმა გამაჩერა და მეკითხა რა, ეს შენ ხარ ინგლისური ენის ონლაინ მასწავლებელიო? იმდენად სასიამოვნო იყო ეს ფრაზა. ანუ მე ნელა ვახერხებ იმას, რომ ჩემს გოლს, ანუ მიზანს მივახციო. ამისთვის, რა თქმა უნდა, ბევრ შრომას ვდებ. ერთი რამ იცოდეთ, რომ თითოეული ვიდეოს მიღმა ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ესე მარტივად ჩანს, როცა სკროლავ და უყურებ. მარტივია ყველაფერი. ამას რა უნდა ეხლა დაჯდება და საუბრობს. ესე არ არის. თითოეულ თემატიკას უნდა ლამაზად შერჩევა, ფრთხილად, ფაქიზად მოგცევა თითოეულ თემას. უნდა დააინტერესო მაყურებელი. შენ შეიძლება რაღაცა არ გაინტერესებს, მაგრამ მაყურებელს აინტერესებს და სწორედ ისეთი თემატიკა უნდა შეარჩიო, რაც მას აინტერესებს. ძალიან ბევრმა მითხრა, რომ შენს ვიდეოებს დიდი ყურადღებით უსმენთო, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია ვიცწავლეთ, რაც აქამდე არ ვიცოდით, რაც ბევრჯერ გვეშლებოდაო. ამისთვის დიდი მადლობა, რომ ხარს მიჭერთ. ძალიან ბევრმა კიდე მთხოვა, რომ აუცილებლად ახსენით და გააკეთე გაკვეთილის მსგავსი ფორმატის ბლოგებიო. ესეც იქნება აუცილებლად, ოღონდ ცოტა მატროვეთ. ამას ცოტა ტექნიკური მხარდაჭერა ჭირდება და ველოდები რაღაც ნიუანსებს, ესეც იქნება გპირდებით. დღევანდელი ჩემი ამ ვიდეოს მიზანი კი არის ის, რომ თქვენ ჩემო გამომწერებო უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და თუ კი არ დაგეზარებათ ხოლმე, როცა იქნება საგანმანათლებლო მიმართულების ვიდეოები, სადაც ვისაუბრებ ენის განვითარებაზე, სადაც ავხსნით სხვადასხვა ტიპის თემატიკას, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ მიცეთ გაზიარების რელაქს ნებართვა და გააზიაროთ თქვენს გვერდზე. მოდი ახლა აქვე დავძენ რატომ. იმიტომ რომ მინდა ძალიან ბევრმა და ფართო აუდიტორიამ გაიგოს ჩემს შესახებ. ვიცი, ბევრმა იციან, მაგრამ უფრო ბევრმა. ჩვენ ბევრი ვართ და ბევრი ერთად ძალიან კარგ და კეთილ საქმეს გავაკეთებთ. არაერთ პლატფორმაზე მაქვს ატვირთული ჩემი ვიდეოები. ეს თქვათ, როცა ვსაუბრობ, არ მხოლოდ არ ეხება ჩემი საუბარი Facebook-ს მაყურებელს, ეს არის LinkedIn, ეს არის 3D, Instagram, YouTube, TikTok და ასე შემდგომ. დღეს არაერთი სოციალური პლატფორმაა, ხო? ყველა ერთად აღებულს ვგულისხმობ, როცა ვიხდი მადლობას. მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთვის, მადლობა თქვენ აქტიური მხარდაჭერისთვის. და აბა დაგემშვიდობებით წარმატებები და ყოველივე საუკეთესო.